მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტური, მეორე წლის პირველი შეხვედრა. რეზი როგორ ახარ პირველ რიგში? კარგად იწყება ჩემი აზრით მეორე წელი, იმიტომ რომ ამინდი გამოვიდა და ეხლა ისეთ სასიამოვნო საყურებელი იქნება ეს თამაში. კი ბატონო, ჩვენს უკან სპაერისა და ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები ხურდებიან. პირველად ყავს სხვათა შორის ტორპედო გასვლით მატჩზე ულოქში. ქუთაისში ერთხელ ვიყავით და ეგ ვიდეო ჩვენს არხზე ბუნებრივია დევს და ეხლა სტუმრად სპაერს ეთამაშება მესხი 2-ზე ვართ. ჩვენიერი ამინდი გამოვიდა, გეთანხმები ამაში და მე მგონი კარგი თამაში უნდა ვნახოთ. ხო, მე ვიტყოდი რომ ეს თამაში პირველ წელში გაიმართა პირველი წლის პირველ ტურში და პირველი ტურის ალბათ საუკეთესო თამაში იყო. შედეგიანობით შეიძლება პირველი წლის საუკეთესო გოლიც იმ თამაში გავიდა. გეთანხმები. და სპაერმა მაშინ სტუმრად გაიმარჯვა კამბექით 2-1 და აი ეს მაკრატალა გოლი შეიძლება ზოგიერთ ახსოვს. კი ბატონო, ლაშა კოხრეიძის ძალიან მაგარი გოლი დარწმუნებული ვარ ბევრ გულშემატკივარს ახსოვს, რაც აუცილებლად სათქმელი გვაქვს ბოლო პერიოდი ამ ორ გუნდს აქვს სხვადასხვანაირი. ბოლოს, როდესაც სპაერმა მოიგო, იდგა 16 მარტი და ბოლოს, როდესაც ქუთაისის ტორპედომ წააგო, ასევე 16 მარტი იყო. მოკლედ, ზედიზედ 5 თამაშიანი მოუგებელი სერია აქვს თბილისურ გუნდს და ზედიზედ 5 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს ქუთაისელებს, რაც ბუნებრივია უპირველეს ყოვლისა მიუთითებს იმაზე, რომ ქუთაისის ტორპედო შედის ფორმაში, რაც საქართველოს ჩემპიონატისთვის სასახად კარგია. ხო, მათ შორის იყო 6-1 მოგებაც სამგურალთან და ტორპედოში ბევრი საინტერესო ფეხბურთელია და აი ჩვენ პოდკასტიც დავდეთ წინა დღეებში. დავით მინაშვილთან, რომელიც ქართულ ფეხბურთის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნეა და მან მაგალითად მამუჩაშვილი დაასახელა პირველი წლის საუკეთესო ფეხბურთელად. და მამუჩაშვილს ვიხილავთ დღეს. მამუჩაშვილს ვიხილავთ, გიორგი არაბიძეს ვიხილავთ, დიეგო დეისაძეს ვიხილავთ, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაშია და მოკლედ ამ თამაშზე და არა მხოლოდ ამ თამაშზე სასაუბრო ბუნებრივია გვექნება. აუცილებლად უნდა გთხოვოთ და გითხრათ, რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ. ვლოგებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, იმიტომ რომ ეს ახალი პროექტია, პოდკასტი არის, რაც უკვე შეჩვეულია ჩვენი მაყურებელი და ვლოგები არის ის, რაც ბუნებრივია მეტ შრომას მოითხოვს ჩვენი მხრიდან და მოკლედ ერთი ლაიქი და კომენტარის დაწერა დამიჯერეთ ჩვენს мотиваციაზე პირდაპირ პროპორციულად აისახება. აუცილებლად ვახსენოთ Hubs Gym, ჩვენი პარტნიორი კომპანია. ყველანაირი ინფორმაცია Hubs Gym-ის შესახებ დაგხვდებათ აღწერაში. რამდენიმე სიტყვით რო გითხრათ, Hubs Gym არის პირველი ქართული მაღაზია, რომელიც საფეხბურთო მაისურებს თან აწარმოებს და თან ყიდის. უახლოეს ტურებში თქვენ მინაშასთან გადაცემაში თქვით, რომ იბერია 1999-ის მაისურს ათამაშებთ და ძალიან მალე მას შემდეგ რაც იბერიას მაისური გათამაშდება, ქუთაისის ტორპედოს მაისური გვაქვს გეგმაში, რომ გავათამაშოთ და ძალიან ბევრი ადამიანია რეზი ისეთი, ვისაც უყვარს ეს მაისურების შეგროვება, მაგალითად მე და მე მგონი ეგეთი ადამიანებისთვის მშვენიერი ვარიანტია, რომ ჩვენთან დამეგობრდეს, ჩვენ ვიდეოებს უყუროს და თან მოიგოს ბედის სადოს და მაისურიც მიიღოს. კი ბატონო, მოკლედ ნელ-ნელა შევხურდეთ ჩვენს. დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები კადრებს გადააფარებენ ჩვენ საუბარს, იმიტომ რომ ნელ-ნელა თამაში ახლოვდება, ასე ვთქვათ და ველით საკინაინტერესო თამაშს. კი ბატონო. მატჩის მე-7 წუთზე ანგარიში გაიხსნა კოხრეიძის გოლით. კოხრეიძის გოლთან ერთად აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სპაერმა ძალიან კარგი კედელი გაითამაშა საჯარიმოსთან. კლასიკური, აი ძალიან მარტივი მცველი ამოაგდეს პოზიციიდან და იქ შევარდა ზუსტად კოხრეიძე და ნუ მე მგონი დააგვიანა გამოსვლა. მე მგონი არ უნდა მაგას ძალიან ძალიან დააგვიანა გადაწყვეტილების მიღება რა. ხო, აგაის ნახევარ პოზიციაში გაიჭედა, წამოვიდა, მე გაჩერდა, ცოტა ახლოს მიკროფონი. ხო, წამოვიდა, გაჩერდა და როცა გაჩერდა, ნუ უკვე დასარტყმელად გასული იყო პოზიციაზე. ისე ტორპედომ რაც კარგი პერსონალური პრესინგი დაიწყო პირველი რამდენიმე წუთი და შემდეგ უფრო სპაერის იყო ინიციატივა. ისეთი ბურთს და ტერიტორიას თითქოს უფრო აკონტროლებდა რა, რიტმი თითქოს თამაშის მათი იყო და ვერ ვიტყვი ესეთ ლოგიკური გოლი იყო და რაღაც ბევრ მომენტს მოხდა, ისედაც ახალი დაწყებულია თამაში, მაგრამ
ну, რაღაც ინიციატივას მოკლედ თამაში ფლობდა სპაერი და გოლიც გაიტანა. ტაქტიკებზეც რო ვთქვა, 1-2 სიტყვა, 3-5-2-ია შეტევაში, აი აქ მამუჩაშვილს კაი შანსი ჰქონდა. 3-5-2-ია შეტევაში ტორპედოს შემადგენლობა. დაცვაში უკვე 4-4-2-ად კეთდება. შერიფი წინა თამაში მე რო ძალიან მომეწონა მარჯვენა მცველი იმისი გადაადგილება, გადმოადგილება იწევს ამ ყველაფერს, რომ ხან ცენტრალური მცველია და ხან ფლანგის მცველი და კიდე რა, ну, სპაერი 4-3-3-ია, იცვლება 4-2-3 ერთად რა, რაც იგივე 4-3-3-ია რა. ლაშა კოხრეიძემ ისევ გაუტანა ქუთაისის ტორპედოს და იგივე გვინიყავს ამ თამაშს ამსხმოვინა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჯერ სულ რაღაც მე-11 წუთია თელი თამაში წინ არის, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად სპაერის აგრესიული სტარტი, პრესინგი საკმაოდ მაღალი, რამაც ტორპედოს საკუთარ მოედანზევე დააშვებინა შეცდომა და შედეგად ხდება ის, რომ სპაერი გადის წინ, რაც აუცილებლად იმის მომასწავებელია, რომ კაი თამაში იქნება. საბჭოება სტოვებს, რომ უფრო მეტად კონცენტრირებული არიან სპაერის ფეხბურთელები და რაღაც თამაშის ტემპი, რიტმი ვერ დაალაგა ტორპედომ, რომელიც ცალსახა ჩემი განმოსახედიდან ცალსახა ფავორიტი უნდა ითვლებოდეს ამ თამაშში. ისლიან ალბიონს დავიმსგავსეთ ნელ-ნელა. გაწვიდა და ზემოთ ამოვედით ჩვენ, ამიტომ თქვენ ახლა უყურებთ მეორე ტაიმი. მოედნის კადრებს. ხო, და მეორე ტაიმი დაიწყო და მაგრამ ჩვენ არ ამოსულვართ. ჩვენ არა რეპრეზენტაბელურად გამოვიყურებით ახლა კადრში და ამიტომ უყურებთ მოედნის კადრებს. ჩვენ პირველი ტაიმის ბოლო არ შეგვიჯამებია და ტაიმის ბოლოს ტორპედომ შექმნა მომენტები, რაღაც მონაკვეთი ჰქონდა, როცა დააწვა. სპაერს იყო სტანდარტები, მომენტები და ახლა ისევ სპაერმა მეორე ტაიმის დასაწყისში სპაერმა დაიწყო შეტევები, ერთი მომენტი, აი მეორე დარტყმაც. მოკლედ დარტყმები მიაყოლა სპაერმა მეორე ტაიმის დასაწყისში. სპაერი თან ცდილობს მაქსიმალურად ბუნებრივი პირობები მე-12 მოთამაშედ გამოიყენოს. პირველივე მომენტი ბურთის გათამაშება, ეგრევე აუძე გადააგდეს ბურთი, რომ პრესინგზე მისულიყვნენ და იმ პრესინგმა იმუშავა მომენტი გამოიღო. ხო, ზოგადად თამაშსაც ეთყობა ხო, რომ ანუ რაღაც ორთაბრძოლებში რაღაც ესეთ ეპიზოდებში სადაც საკამათო ბურთია რა, გარდა ესეთი საკამათო ბურთია რაღაც. სადაუბრუნდა. ის დარჩება ბურთი არ ვიცით, ძირითადად სპაერის ფეხბურთელებს რჩება ხო. კი, ტორპედო ჯერ საერთოდ პოულობს თავის თამაშს. ვერ ქმნიან იმ მომენტებს, რაც უნდათ. აი არაბიძე ჩამოვიდა და ახლა როგორც სეგმენტში რომ რაღაც თვითონ გამოიწყოს რაღაცეები. ნუ იმატებს და იმატებს, კადრში არ ვიცი ჩანს თუ არა ეს კარგად. არა, აი ძალიან მაგარი წვიმაა და ნუ ტორპედო ისევ ჩაწოდებების იმედად. დაახლოებით მე-60 წუთი მოახლოვდა და
მე მგონი როგორც იქნა ტორპედომ მოაბა თავი იმას რომ გამოკეტა სპაირი. 5 მცველი დგა სპაირი, უკვე ეს რაც კონჩეტები საერთოდ არ გამოსდით. მან ჰქონდათ ერთი მომენტი ძელს გაარტყეს ფურთი, მაგრამ ნუ უკვე კონჩეტები აღარ გამოდით. არაბიძე მოძრაობს ძალიან ბევრს, სიღრმეში ჩადის, ორივე ფლანგზე გადადის. ეხ ბოლო პერიოდში მარცხნივ არის გადმოსული, ზოგადად მარჯვნიდან თამაშობდა და მოკლედ ნუ ისე შეიძლება გოლიც იყო, რომელიც გაუკვდა. სპაირის გოლი თამაში გარეთ გაუკვდა. მაგრამ ნუ უკვე სპაირი ვეღარც უტევს და თლიანად მათ მესამეში მიდის თამაში. ხო და კიდე რაღაცის თქმა. ხო, აი ეხლა ის მომენტია რა გოლი მწიფდება რო ვიძახით. ნახოთ აბა კიდე თუ ჩასვავს low block-ში ამ შეტევაში. ზეწოლა იზრდება, უბრალოდ ჯერ დარტყმებამდე ვერ მიდის საქმე. ხო, აი მაგრამ ნუ ეხლა არის თავი ზეწოლა რაღაც გარდაიქმნას, რა ვიცი, კონვერტირდეს დარტყმებში. არა, დარტყმასთან ახლოს არიან. ნუ იქ ერთი დარტყმა დაიბლოკა და ისაც რო ურტყავდა. კიდე ერთი ჩაწოდება იყო, სადაც ცოტათი ააცილეს თავი. თან თავიდან წნეხი რო დაიწყო ტორპედომ. ორჯერ გაიქცა სპაირი კონტრშეტევაზე. და ეხლა უკვე იმდენად უკან უწევს ჯდომა სპაიერს, რომ აი ეს ხდება. მამუჩაშვილს ჰქონდა ახლა დარტყმა. ხო, ნახოთ აბა შეიძლება ისე მიდის თამაში, ისე მიდის, რომ კი ცოტა ხანში კიდევ ერთი ახალი ჩაწერა მოგვიწევს. ერთი. ხო, მაგრამ ეს არ იყო იმ მონაკვეთის გაგრძელება, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ტორპედო აწევებოდა და გოლი მწიფდებოდა, მაგრამ ეგ არ იყო. მე სპაირმა ორი ბურთი გაიტანა, ერთი მომენტი შექმნა. ხო, და იქ თამაში გარეს გამოკიდა ერთი გოლი გაუკვდა, მაგრამ ნუ საბოლოოდ ტორპედომ გაათანაბრა და ეხლა შეიძლება ლაივში მოვესწროთ მეორე გოლს. არაბიძე ისე იგივეს თუ იზავს. არა საპირისპირო ქნა და თვითონ დაარტყა. ხა კუთვნილია. ნუ არაბიძემ შექმნა გოლი, როცა ფლანგიდან წამოიყო დიაგონალური დრიბლინგით. რამდენიმე ფეხბურთელს გაცდა, ნუ შექმნა მოკლედ ოპერატიულობა და საბოლოოდ ბასილაძე დარჩა. კი, აქაც კარგი საჯარიმოში. ამ გოლშიც კედელმა მიიღო მონაწილეობა, ანუ კედელი გაათამაშა ძალიან კარგად ანდიჩთან. ხო. და უკვე იმდენი ხანი არა რომ ბოლოს მარჯვენა მცველი აღმოჩნდა მის წინააღმდეგ და შესაბამისად დარჩა ქუთაისის ტორპედოს მარცხენა მცველი მარტო საჯარიმოში და ისე კარგი კი გაიტანა. კი, კარგად დაარტყა. რთული და არ იყო მარტივი დარტყმა, მაგრამ კარგად შეასრულა. კიდე ერთი მეტეოროლოგიური ამბებიც უნდა ვთქვათ. წეღან გადაიღო წვიმა. ეხლა ისევ წვიმაა, თან მაგარი წვიმაა და ტორპედოს აი მოედანზე გადაადგილებაზე ეთყობა, რომ რაღაცა მუხტი დაიჭირა რა. დავასრულეთ მოკლედ კიდევ ერთი ვლოგი. მე თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ მოგეწონათ თამაში, რას ფიქრობთ კონკრეტულად ამ თამაშზე? ძალიან მოკლედ, თორე ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ესე დიდი ხანი არ მიცინია, იმიტომ რომ ჩვენ ქუთაისელ გულშემატკივრებთან ახლოს მოვხვდით. ანუ შუსტერს საერთოდ ყველაფერზე ლანძღავდნენ. ბოლოს სალანძღავი თემა გამოელიათ და უბრალოდ შუსტერს ეძახდნენ. ნუ საჯს ყველაფერი აქინეს. აი იმ საჯებზე იცი რის თქმა მინდოდა ერთ მართლები იყვნენ გულშემატკივრები. ანუ ერთ-ერთ ვლოგში ჯავახამ თუ გახსოვს თქვა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შენელდეს თამაშის ტემპიო და ამ თამაში იმდენჯერ იწვა ხან სპაირის ფეხბურთელი, ხან ტორპედოს ფეხბურთელი. მე ვფიქრობ, რომ ეგ პრემიერ ლიგაში მაგალითად 11 და 12 წუთს რომ ამატებენ, შემთხვევითი არ არის რა. ეგ რეალურად
რეალურად კომპენსირდება იმით, რომ ფეხბურთელი ანუ სამეცნიერო კონტრიალობს. ხო და არ ვთვლი ეხლა აქ რომ სპაიერმა რაღაცნაირად დრო გაწელა ან რაღაცა ფრეზე ითამაშა. ფრეზე ითამაშა, მაგრამ ბოლო წუთებში რეალურად ჰქონდა სპაიერს მომენტები. ხო, უბრალოდ დრო გაწელა რომ მანდამდე მისულიყნა. თავარი მომენტი იყო მანდ რომელიცია, როცა ტორპედომ გაათანაბრა, მე რაღაცა მუხტი იგრძნო და აი ეგ მაქსიმალურად ეცადა ყოველ შემთხვევაში სპაიერმა რომ დრო გაეწელა. აი ამ ყველაფრის კომპენსაცია ჩემი გადმოსახედიდან საჯმა უნდა გაიმეტოს ხა რეალურად ამ 90 წუთზე 6 წუთზე მეტი დასამატებელი იყო მე თუ მკითხავ. კი, 4 დაამატა ხო? ვეღარ 4 და მე პირველ ტაიმს 2 და ანუ ჯამში 6 წუთი ამას ვამბობ რა. ხო, ნუ თამაშს რაც შეეხება, თამაშზე რავი, ნუ გოლები ვნახეთ. რაც უკვე კარგია. არაბიძის სუპერ სოლო. შექმნა გოლი მეორე გოლი. თავიდან ბოლომდე შექმნა და ყურავას თამაში მომეწონა ძალიან. მე პირადად რომ წვეთდე ვინ გახდება მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ასკურავას მივცემდი სპაიერის საყდენს. ხო, მე იმის თქმაც მინდოდა რომ ნელ-ნელა უკვე სანაკრებო პაუზები მოდის. დაახლოებით 1 თვეში რა და არაბიძე ისეთ ფორმაშია შეიძლება რომ ისევ დადგეს ის ძველი საკითხი დღის წესრიგში რომ გიორგი არაბიძე იმსახურებს ეროვნულ ნაკრებს. მაგაზე მოკლედ გვექნება დრო რომ ვისაუბროთ. უკვე დააყენა ეგ საკითხი. აი ზუსტად იკამ გამახსენა მე ეგ საკითხი და იმიტომ გავწვიტე რომ ეხსენე. მოკლედ გულშემატკივარს და მაყურებელს აუცილებლად უნდა უთხრათ რომ ლაიქს დაარტყას ამ ვიდეოზე და გიხვეწებით გამოგვიწერეთ რა. გააბრაზეს კაცი რა. არა, გიხვეწებით, იმიტომ რომ სადღაც 50% იმ ადამიანების ვინც გვიყურებს ჩვენი გამომწერი არ არის და გეხვეწ 5000 გადაობიჯეთ, აი თქვენ არიცით როგორ გულით ველოდებოდით მაგ მომენტს და აწ იქნებ ხრიგინი წავიდეს სადა თუ შეიძლება რა 55%-ს დაახლოებით ესე, მაგალითად დავით ბინაშვილის ვიდეოზე არხი გამოწერილი არ აქვს. თუ გვიყურებთ, თუ მოგწონთ, თუ პოზიტიური კომენტარი თუ არ მოგწონთ, ისე გამოგვიწერეთ რა. აი რათა გაკლდებათ. ხო. კაი, ნელ-ნელა წავედით მოკლედ ბოლოსკენ. შემდეგი თამაში, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ვიქნებით თემურ კეცბაიას სახლურ დებიუტზე. საშინაო დებიუტზე და 7 მაისს კი ბატონო. და სხვა შორის აქვე, რავი, თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, აუცილებლად მოდით სტადიონზე, იმიტომ რომ მე იმდენმა ადამიანმა აი ჩემს სამეგობროში იმდენმა მომწერა რომ დინამოზე ხო არ იქნებიო რომ არც წარმომედგინა რომ აი ტვინი არ აწყობდა იმ ადამიანს სტადიონზე თან უმეტეს ეროვნულ ნუ ნაკრების თამაშზე ოკეი, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატზე ის ადამიანები რო იქნებიან ტვინი ცოტა აერორებს. ბერჯერი თქვა რომ დინამო მან ანუ კეცბაიას სადებიუტო საშინაო შეხვედრაზე აპირებს რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი და მოსვლა დააორგანიზოს ჩვენც მოუთმენლად ველით მაგას და ძალიან დიდი იმედი აქვს რომ გულშემატკივარი მოვა და აქედანაც შეგვიძლია მოუწოდოთ. და იმედი მე არ დამოიწყდება დღევანდელი. კი ბატონო. კიდე კაი ახლოს ვიყავი. წავედით მოკლედ ბოლოს. წავედი.